შეძლებს თუ არა 26 მაისს ამ თავისუფლების შესრულებას მთაწმინდის განახლებული პარკის გახსნისას ამ თემაზე ჩვენ მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი ვიტყვით იმას გაიხსნება თუ არა 26-ში ეს პარკი მაგრამ ეს ოდნავ მოგვიანებით ერთადერთი პრობლემა რომელიც ამ მართლაც ფენომენალური შესაძლებლობების ადამიანს აქვს უფრო მეტად კი ფენომენალური ნების ადამიანს აქვს მისი პროექტების დაფინანსება ჩვენ იმედს გამოვთქვათ რომ სახელმწიფო და კერძო ქართული კომპანიები ამ უპრეცედენტო პროექტში ჩაერთვებიან და გურული რეკორდსმენი Empire State Building-ს უახლოეს მომავალში დალაშქრავს. 150 მილიონმა მსმენელმა მსოფლიოში ახლა ზუსტად იცის როგორ ჟღეს ქართული ხმა. სოფო ხალვაში რუსებმა ბიორკში ადარეს. ევროპელები კი მისი ტემბრითა და გარეგნობით არანაკლებ მოიხიბლნენ. ის რომ ევროვიზიაზე სოფოს მხოლოდ მე-12 ადგილი ერგო, მხოლოდ ევროპოლიტიკაა. კრიტიკოსები ამბობენ, სიმღერა ცოტა მელოდიური რომ ყოფილიყო და სოფოს ხმის დიაპაზონი შესაფერისი, ამ პოლიტიკასაც ვაჯობებდითო, მაგრამ გუშინ ევროპამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო სიმღერა და შემსრულებელი დღეს სერბებს ყავთ. მარია შერიფოვიჩი 22 წლისაა და მის გამარჯვებულ სიმღერას ვედრება ჰქვია. იმ 2005 ჟურნალის შორის, რომლებიც 52 ევროვიზიას აშუქებდნენ დროების კორესპონდენტი თია ადეიშვილიც იყო. მან ჰელსინკიში ფილიპ კირკოროვი გულახდილ საუბარზე გამოიწვია და დიმა ბილანი ქართულად ამღერა. რუსული ესტრადის ორივე ვარსკვლავი ფინეთში სოფოს გულშემატკივრობდა. ჰელსინკიდან სოფო ხალვაშის დროების ღია ეთერში ჩართვამდე თია ადეიშვილის სიუჟეტი ვნახოთ. Европа! როგორც ამბობენ, ეს არის კონკურსი, რომლის ბედისაც კარგი სიმღერისა და შემსრულებლის ნაცვლად ხშირად კარგი მეზობლები წყვეტენ. კონკურსი, სადაც შეიძლება ბევრი ახალბედის ფანტაზია რეალობად იქცეს და რეალური პრეტენდენტის შანსი ოცნებად დარჩეს. ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური მუსიკალური შეჯიბრის ევროვიზიის წლევანდელი დევიზიც კონკურსივით წინააღმდეგობრივი იყო. მას რეალური ფანტაზია ერქვა. ეს უკვე ის ადგილია, სადაც მონაწილეებს ფანტაზიის რეალობად ქცევაში ეხმარებიან. ფინეთი და ჰარტველის სცენა წელს 42 მონაწილეს, 2500 ჟურნალისტს, 120 მილიონ მაყურებელს პიროტექნიკის სასწაულებს და რაც მთავარია მუსიკალურ აღმოჩენებს ელის. ფინეთის დედაქალაქსა და ევროვიზიის კულისებს ქართული სიმბოლიკა სწრაფად იპყრობს. ევროპულ მარათონსა და წინა საკონკურსო გაწამაციას საქართველო 52 ჯერზე შეუერთდა. პირდაპირ ფავორიტების რიცხვში და კეთილმეზობლებზე მეტად კარგი შესრულების იმედად. უმაღლესად პროფესიონალურად არის დაწყნარებული და თუ ვინმე თქვა რაღაც აუნერგულდება, უბრალოდ სოფო ჟობერო შეხედო და მისი სიწყნარი და თავდაჯერებულობა გადმოგედება ეგრევე. ობიექტურად მე ვიძახი, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ფინალში ვართ. ძალიან კარგი განწყობა ჩემს მიმართ, რაც ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, რაც მნიშვნელოვანია ეს ამისთვის და ძალიან მიხარია, რომ ესე არიან განწყობილები საქართველოს მიმართ. განწყობა, რომელზეც სოფო ხალვაში საუბრობს, ყველგან იგრძნობა. ქართველი კონკურსანტი პირველი დღიდანვე ყურადღების ცენტრშია და საგულშემატკივროდ ჩამოსული მეუღლისგან განსხვავებით კამერებს არ გაურბის. ფინეთში სიმღერა და შემსრულებელი უკვე თანაბრად უყვართ. ადარებენ ბიორკს, კეით ბუშს და მადონას. სოფოს ჯერ ნახევარფინალის ბარიერი აქვს გადასალახი, თუმცა ქართველი შემსრულებლის არაქართველი ფანები უკვე ამბობენ, რომ მომავალ წელს ევროპა საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. თურქეთიდან ვარ, ძალიან მიყვარს საქართველო. სოფო განსაკუთრებულია და აუცილებლად მოიგებს. წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს გარდა წელს 4 დებიუტანტია: ჩეხეთი, ჩერნოგორია და სერბეთი. მონაწილეთა რაოდენობა თითქმის ნახევარ საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე რეკორდულია და 42 შეადგენს. რეკორდულია კონკურსზე ტრანსვესტიტთა რიცხვიც. ორგანიზატორთა მოთხოვნა შეიძლება ითქვას სრული თავისუფლებაა. შეუზღუდავია სიმღერის ენა, სტილი და თემა. ღერიან ყველაფერზე უიღბლო სიყვარულსა და შიდსზე, გლობალიზაციასა და პრობლემებზე პოლიციასთან, რუტინულ სამსახურზე, საკუთარი ქვეყნის ავიაციის მომავალზეც კი. ქართული მომღერლის სიმღერას ხილვადი ოცნება, მეორენაირად კი ჩემი ისტორია ქვია. სოფო ხალვაშის მუსიკით მოთხრობილ ისტორიას საქართველოს ევროვიზიის ფინალში პირველად გაყავს.
სანამ გამოაცხადნენ საქართველოს ისე არ მინერვიულია, როგორც გასხვისწინ, მართლა ძალიან მინერვიულია. ქართველი გულშემატკივრებისგან განსხვავებით ეს ის ადამიანია, რომელსაც სოფოს წარმატება ძალიან არ გაგვირვებია. მარკ ვიცინკი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრომოუტერი და 1971 წლიდან ევროვიზიის ისტორიის ცოცხალი მატიანია. ყველა თოქ-შოუს სასურველი რესპონდენტი ახლა რადიო და ტელეარხების ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით თანხმდება, თუ მისი საუბრის შემდეგ ეთერში სოფოს სიმღერის ჩანაწერს გაუშვებენ. პრომოუტერმა ანალოგიური მხარდასაჭერი მინი-აქცია 2 წლის წინაც მოაწყო. მაშინ ის რუსლანას გულშემატკივრობდა. ევროვიზიის ყურება რომ დავიწყე, მაშინ ფინეთში ერთადერთი სატელევიზიო არხი იყო. ეს ჩემი ცხოვრებაა. ამ მოვლენას მთელი წელი ველი. წელს საოცარი კონკურსანტი ყავთ. სოფოში ყველაფერი მომწონს, მისი ხმა, გარეგნობა. რაც თავარია, ის ყოველთვის გულიდან მღერის. მას კონკურენტი არ ყავს. დღეს საქართველოს 10 საუკეთესოს შორის აუცილებლად იქნება. აი ნახავთ. მარკ ვიცინკს პროგნოზების კეთების დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა კონკურენციის ხარისხს ევროვიზიაზე სხვანაირად ადგენენ. აქ არც მეტი არც ნაკლები ნამდვილი ტოტალიზატორია გახსნილი. ინტერნეტში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორია რეიტინგების სია და რამდენს მოიგებს ის ადამიანი, ვინც ფსონს სოფო ხალვაშზე დადებს. ჯერჯერობით ლიდერობს უკრაინა, ვერკასირ ჯუჭკას კუში არის 3.5, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს და წინასწარ მეტყველებენ, რომ ვერკასირ ჯუჭკას მხარს დაუჭერს ის ქვეყნები, ვინც მეტნაკლებად ნეგატიურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. თავად რუსეთი უკვე მოხვდა ათეულში და მისი კუში არის 9, როგორც ვხედავთ, რაც შეეხება სოფო ხალვაშს, ის ჯერჯერობით ათეულში არ არის, მისი კუში არის 41, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ფინალამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება. თავის ფსონს ჰელსინკის მთავარ მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრებიც ჩამოდიან. თუმცა თუ ამ სიტუაციით ვიმსჯელებთ, ბუკმეიკერები აშკარად ცდებოდნენ. საქართველო! სოფო ლამაზია, ძალიან ნიჭიერი და მომხიბლავი, წარმატებებს უსურვებ. Through my story, sharing my story. ზოგი სოფოს სიმღერას მღერიც, ზოგიც მის ნომერში ნანახ ცეკვას ასრულებს. განელებს როგორც ჩანს, სოფოს სიმღერის ინგლისური ტექსტის დამახსოვრება გაუჭირდათ, ამიტომ ჩვენს მხარდასაჭერად ქართული ფოლკლორით შემოიფარგლნენ. ქართული ჰანგების არაპეტიციო დარბაზშიც ისმის. დიმა ბილონი ჩვენი თხოვნით ქართულად მღერის, თუმცა ისე, როგორც წესით განელებს უნდა ემღერათ. სოფომ რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლების სიმპათიაც დაიმსახურა, თუმცა ეს ჯერ კიდევ იურმალაზე იყო. ფილიპ კირკოროვი ახლა ერთ-ერთი ფავორიტის დიმა კალდუნის პროდიუსერია, თუმცა როგორც ამბობს მისი ექს-მეუღლე ალა პუგაჩოვა, კალდუნზე მეტად სოფო ხალვაშს მოუჯადოებია. Алла Пугачева, например, да, когда узнала, что Софико и услышала ее песню, она говорит, она великолепная певица, она потрясающая певица, она просто фантастика, и она, я знаю, болеет за Софико очень. ბილონისგან განსხვავებით კირკოროვი ქართული სიმღერის აღიარებაზე არ გვთანხმდება. ალბათ ქართულისა და ცოცხლად სიმღერის არცოდნის გამო. სამაგეროდ ქართული ლექსიკით გვაწონებს თავს. Я могу сказать, что на грузинском «Згарби». Згарби. Згарби. Вот почему-то мне так нравится это слово с детства. Згарби. Ёжик, правильно? Да. კირკოროვის ფავორიტს რომ ვერკასერ ჯუჭკას სახით დიდი კონკურენტი ყავს, ამაში მომღერალი ინტერვიუს დროსაც რწმუნდება. სკანდალური იმიჯით გამორჩეული ეს ცნობადი სახე ქართულმა მომღერალმა თურმე რეპეტიციის დროს გასაგები მიზეზის გამო ვერც კი იცნო. დღეს მოვდიოდი მაგალითად რეპეტიციიდან და შემხვდა ბიჭი, რომელიც მოვიდა და სოფო როგორ ახარ რაღაცა და ბოლოს მითხრა, რომ ეს იყო უკრაინელი ვერკა. ეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ესეთ ფორმაში ვერ შევადარებდი ვერკას ვერასო. კი, კაცია ნამდვილად. ეს არის სერბია, ეს არის უნგრეთი. ეს ორი მე მგონი კონკურენტები არიან.
კონკურენტების ვინაობა ქართველმა მომღერალმა ზუსტად გამოიცნო. საღამოს დაწყებამდე 9 საათით ადრე დროებასთან კონკურსის ერთ-ერთმა უდაბო ფავორიტმა სერბიის წარმომადგენელმა მარია შერიფოვიჩმაც ისაუბრა. მომღერალმა თავისი ჰიტით ექსკლუზიურად გვიმღერა. ფინალი რამდენიმე წუთში დაიწყება, სერბიის წარმომადგენელი როგორც ხედავთ, ჟურნალისტების ოთახშია და საერთო განმეორება. ნახოთ, როგორ დამთავრდება კონკურსი. ევროპამ წელს ვერკა სერძუჩკას იუმორი მეორე ადგილით შეაფასა. გამარჯობა კი კონკურსის დებიუტანტს, სერბ მარია შერიფოვიჩს ხვდა წილად. საქართველო მე-12 ადგილს დასჯერდა. მომავალ წელს ევროვიზიას ბელგრადი მასპინძლობს. ასე რომ მარადი უკითხვას რა არის საჭირო ევროვიზიაზე გასამარჯვებლად, სიმღერა, შესრულება თუ კეთილი მეზობლები, პასუხი 1 წლის შემდეგ კვლავ გაეცემა და სავარაუდოდ კვლავ უკანასკნელი ვერსიის სასარგებლოდ. ახლა დროების მაყურებელს საშუალება აქვს ევროვიზიის ქართულ დებიუტანტს ღია ეთერში ჰელსინკიდან მოусმინოს. სოფო მოგესალმები, ქართული დებიუტი ევროვიზიაზე შედგა. ხმის მიცემის შედეგებს თუ საქართველოში დღეს თითქმის ყველა აპროტესტებს, შენს ნიჩსა და მონდომებაში ეჭვი არც ერთ ჩვენგან შეგვარვია, ამიტომ გვინდა გაგამხნევოთ და გვაინტერესებს როგორია შენი განწყობა ფინალური ღამის შემდეგ. ელოდი თუ არა ასეთ შედეგს? ესეთ შედეგს არ ველოდი, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უფრო უკეთესი შედეგი ყოფილიყო და ამას ყველა აღნიშნავდა. მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. სოფო, შენ რო ქონოდა საშუალება გამარჯვებულების რიგითობა განგესაზღვრა. ვის მიანიჭებდი პირველ ადგილს და რომელი ქვეყნის მომღერლებს გამოყოფთი ყველაზე მეტად შენი კონკურენტებიდან? ჩემი კონკურენტებიდან გამოვყოფთი იმ ათეულს, რომელიც ფინალში გავიდა, ანუ ნახევარფინალიდან და ალბათ ჩვენ განწყობილები ვიყავით იმისთვის, რომ პირველი ადგილი აგვეხა. სერბი გახდა პირველი ადგილის მფლობელი. მიგაჩნია, რომ სერბი იყო ყველაზე საუკეთესო, ვინც იყო ევროვიზიაში? არა, სერბი ყველაზე საუკეთესო არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. მეტი ვერაფერი. თუ ვოკალურზე და სხვა ასეთი კონკურსებისათვის მნიშვნელოვან და აუცილებელ მონაცემებზე არ ვისაუბრებ, შენ როგორ ფიქრობ, აბა რა იყო ის განსაზღვრელი, რის გამოც ასეთი არჩევანი გაკეთდა? უნდა ყოფილიყო მხარდაჭერა მეზობელი ქვეყნებიდან, რაც არ გქონდა ჩვენ. და უფრო პოლიტიკური იყო ეს ევროვიზია, მაგრამ ესე არ ვფიქრობდი აქამდე. სოფო, კი ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ეს ის საკითხია, რის გარშემოც კამათობენ ყველაზე მეტად. რამდენად ვარგოდა სიმღერა შენი ვოკალური შესაძლებლობების სრულფასოვნად წარმოსაჩენად, რამდენად შესაბამისი იყო ქორეოგრაფია, კოსტიუმები. ეს ის კითხვებია, რომელზეც საქართველოში ალბათ ასევე ბევრს იკამათებენ. შენ თუ შეცვლიდი რაიმეს უკვე კონკურსის დამთავრების შემდეგ? ესეთ რა, გამოსვლას რაც შეეხება, მთლიანად სცენოგრაფიას მართლა არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო გაკეთებული. თვითონ სიმღერაც უმაღლესი იყო, ძალიან კარგი იყო, თვითონ ევროვიზიისთვის, იმიტომ რომ ჩემი ვოკალური შესაძლებლობები აი ფართოდ და ყველაფერი იყო ამაში, რაც ვოკალურ შესაძლებლობებს შეეხება. და სცენოგრაფიას რაც შეეხება, ბიჭებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს და დიდი მადლობა მინდა უთხრა სუხიშვილებს ამისთვის. სოფო, შენ ალბათ გქონდათ შენ და დელეგაციის წარმომადგენლებს საშუალება შეხვედროდით ევროვიზიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს მას შემდეგ, რაც კონკურსის შედეგები გამოცხადდა. ალბათ გარკვეული უკმაყოფილება გამოითქვა კიდეც. მათი პასუხი როგორი იყო, მათი რეაქცია? იცით რა, ყველა მოდიოდა თვითონ კონკურსანტებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები და საუკეთესოები ევროვიზიაზე. და ბოლო კითხვა, სოფო, ევროვიზიის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ბევრი ცნობილი მომღერლისთვის გამხდარა ერთგვარი ტრამპლინი საერთაშორისო ასპარეზზე. შენთვის რამდენად ნაყოფიერი იყო ეს კონკურსი ახალი კონტაქტებისა და წინადადებების კუთხით? ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი იყო, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ მართლა ყველა ამას აღნიშნავდა. დღეს მაგალითად 41000 კომენტარი მოვიდა ჩვენ შესახებ, იმიტომ რომ ყველას ძალიან მოსწონს ჩვენი გამოსვლა. და ძალიან ბევრი შემოთავაზებებიც არის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უკვე ალბათ თბილისში დავილაპარაკებთ.
ზოგ შეიძლება გული გაუტყდეს, თუმცა შენ ნამდვილად არ გაქვს ამის საფუძველი, აპირებ თუ არა ასეთ საერთაშორისო მასშტაბის კონკურსებში კიდევ უფრო აქტიურ მონაწილეობას? საერთაშორისო კონკურსებში ეს იყო ყველაზე უმაღლესი მე მგონი და ამაზე შემდეგ უკვე აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ უკვე იქნება ალბათ უფრო დაბალი კონკურსი და აღარ ვაპირებ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გამოხვიდე, ყოველთვის ტელეიმედი ჩვენ დროება და მთლიანად საქართველოს ძალიან გიგულშემატკივრებს. დიდი მადლობა მიდაგითხრა ინტერვიუსთვის და წარმატებას გისურვებ მომავალ კონკურსებში მონაწილეობის დროს. დიდი მადლობა.